მშვიდობისა პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს მთავარი აჭარაში გადაცემა, რომელშიც ყოველ სამშაბათს განსხვავებული აქცენტებით ვსაუბრობთ ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე მხოლოდ მთავარ ამბებზე. მე ვარ ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა და დღევანდელ გადაცემაში წარმოგიდგენთ. 9 ოპოზიციური სუბიექტი გამარჯვების საერთო წესებზე თანხმდება, რა დგას დეკლარირებული პრინციპების მიღმა და რამდენად ქმედითი აქცევის კოდექსი ქართულ პოლიტიკურ რეალობაში. გახდება თუ არა ახალი ალიანსი ის ახალი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც ამომრჩევლის უნდობლობას დაძლევს და ოპოზიციური ძალების რეალურ კონსოლიდაციას მოახერხებს. რატომ დარჩნენ ახალი გაერთიანების მიღმა ლელო და გახარია საქართველოსთვის. ოპოზიციური ველის გონივრული დივერსიფიკაცია სხვადასხვა გემოვნების ამომრჩევლის მოსაზიდად თუ მორიგი პოლიტიკური დაგსაქსულობა ოპოზიციურ ველზე. რატომ აღიქვამს ქართული ოცნება ოპოზიციურ გადაჯგუფებებს მხოლოდ კლოუნადად და რა გავლენას ახდენს ეს ნარატივი საზოგადოებაზე. სოფლიო ახალი რეალობის წინაშე, ახლო აღმოსავლეთი გლობალური ომის ზღვარზე და აიათოლა ხამენეის შემდეგ დატოვებული პოლიტიკური მემკვიდრეობა ირანში. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედრო შეტევა გრძელდება. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს კავკასიის უსაფრთხოებაზე. მხოლოდ მთავარი და მნიშვნელოვანი გადაცემაში მთავარი აჭარაში. გუშინ 2 მარტს ოპოზიციურმა პარტიებმა კოალიცია ცვლილებებისთვის გირჩი მეტი თავისუფლება დროა ნაციონალური მოძრაობა სტრატეგია აღმაშენებელი ფედერალისტები ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ევროპული საქართველო თავისუფლების მოედანი ალიანსი შექმნეს, რაც მათი განმარტების სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე შეთანხმებას გულისხმობს. ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით ახალი ალიანსი შექმნილია 3 მთავარი პრინციპის ირგვლივ, მათ შორის ითვალისწინებს ერთობას ერთფეროვნების გარეშე, ანუ თითოეული სუბიექტი ინარჩუნებს იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე. მეორე პრინციპი დემოკრატიული ალტერნატივა, რაც განმარტებულია როგორც გადაწყვეტილებების მიღება მონაწილეობის თანასწორობის პრინციპით და გარე გავლენებისგან თავისუფალი ნების გამოხატვით. და მესამე პრინციპი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი, რომლის მიზანია დემოკრატიული კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბება, რომელიც გაატარებს აუცილებელ რეფორმებს. დღევანდელ ეთერში ჩვენ შევეცდებით გავაანალიზოთ არა მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკური გადაჯგუფებები, არამედ ის ღრმა სტრუქტურული ბრძოლები, რომლებიც ქართულ ოპოზიციურ ვერტიკალზე უნდა აისახოს. 9 ოპოზიციური სუბიექტის მიერ გაფორმებული სტრატეგიული დეკლარაცია, რომელიც გამარჯვების საერთო წესებზე თანხმდება, პოლიტიკური თვალსაზრისით წარმოადგენს მცდელობას დაიძლიოს ქართული პოლიტიკის ქრონიკული სენი, რესურსების დაყოფა და იდეოლოგიური გაუწყოება საერთო ოპონენტის მიმართ. ამ გაერთიანების ქვაკუთხედი, რომელიც ფორმულირებულია როგორც ერთობა ერთფეროვნების გარეშე, მიანიშნებს ახალი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბების მცდელობაზე, სადაც აქტორები აღიარებენ საკუთარ იდენტობრივ განსხვავებებს, თუმცა თანხმდებიან საერთო მეთოდოლოგიურ მიდგომებზე. ალიანსის გაცხადებული მიზანი კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბება პირდაპირ პასუხობს საზოგადოებაში არსებულ დაკვეთას ძალაუფლების დეცენტრალიზაციისა და გადანაწილების კუთხით, თუმცა აქვე ჩნდება კითხვა, რამდენად მყარი აღმოჩნდება ეს კონსენსუსი პრაქტიკული პოლიტიკის ნაწილში, როცა გვინახავს ჩვენ, რომ პარტიული ეგოცენტრიზმი ხშირად სძლევს ხოლმე სტრატეგიულ აუცილებლობას. ამავდროულად ჩვენ ვხედავთ ოპოზიციური ველის საინტერესო დაყოფას, ლელოსა და გახარიას გუნდის გადაწყვეტილება დარჩნენ ამ ფორმატის მიღმა, არ უნდა აღვიქვათ მხოლოდ როგორც უბრალო უთანხმოება, ეს არის განაცხადი მესამე ალტერნატიული ცენტრის არსებობაზე, რომელიც მიზნად ისახავს იმ ამომრჩევლის მობილიზებას, ვისთვისაც მიუღებელია როგორც მოქმედი ხელისუფლების სტატუს-კვო, ისე ნაციონალური მოძრაობის ისტორიული მემკვიდრეობის ირგვლივ კონსოლიდირებული ძალები. აქედან გამომდინარე, ჩნდება, რა თქმა უნდა, ანალიტიკური დილემა, ვადევნებთ თუ არა ოპოზიციის გონევრულ გადანაწილებას თვალს ამომრჩევლების მაქსიმალური დაფარვისთვის, თუ ეს არის მორიგი ნაბიჯი პოლიტიკური უთანხმოებისთვის, რაც საბოლოო ჯამში მხოლოდ მმართველი გუნდის პოზიციებს აძლიერებს.
გამოცდილება გვიჩვენებს ამ ყველაფერს. თავი მსხრივ მართველი გუნდის რეაქცია, რომელიც ამ პროცესს კლოუნადას უწოდებს, თვალნათელს ხდის ხელისუფლების სტრატეგიას მოახდინოს ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობის დემონიზაცია და მისი წარმოდგენა ერთიან რევანშისტულ ძალად. ქართული ოცნების ნარატივი უცვლელია, როგორც მართველ გუნდში ამბობენ, ნაციონალური მოძრაობა შინაარსობრივად არასოდეს დაშლილა და ნებისმიერი ახალი ალიანსი მხოლოდ ფასადური სახეცვლილება. პოლიტოლოგების დაკვირვებით გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს მიდგომა მიზნად ისახავს პოლარიზაციის ისეთი ხარისხის შენარჩუნებას, სადაც ჩვალედური ნეიტრალური სივრცე პრაქტიკულად აღარ არსებობს. დღეს ჩვენ სტუმრებთან ერთად შევეცდებით ჩავუღმავდეთ ამ ალიანსის დეტალებს და რისკებს, რომელიც მის მიღმა არსებობს. მაშასე წარმოგიდგენთ გადაცემის პირველი ბლოკის სტუმრებს, ლევან გორგილაძე, რომელიც წარმოადგენს კოალიცია ცვლილებებისთვის და ვაჟა დარჩია ძლიერი საქართველოს ლელოს წევრი. მოგესალმებით ბატონებო, მადლობა თქვენ გადაცემაში მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. ლევან, თქვენგან დავიწყებ. ამ ალიანსის პრინციპია, როგორც მონოლოგში ვახსენე, ერთობა ერთფეროვნების გარეშე. ესეთი ლაიტმოტივად ამ ალიანსს გასდევს ეს ლოზუნგი. ხო, თეორიულად იდეალურად ჟღერს, როგორც აღნიშნე კიდევაც, თუმცა პრაქტიკაში ამომრჩეველი ხედავს პარტიების სიმრავლეს სიმბოლურად რომ თქვათ ერთი ლოგოს ქვეშ. რამდენად არსებობს საფრთხე, რომ მცირე პარტიების იდეოლოგიური ნიშა, რომელიც არის გაერთიანებული ამ ალიანსში, სრულად გაქრეს ან მივიღოთ ნაციონალური მოძრაობის გაფართოებული ვერსია, რისი შიშიც არსებობს რეალურად ქართულ პოლიტიკაში და ეს ყოველთვის აფერხებდა რაღაც ოპოზიციური დიდი გაერთიანებების შექმნას ამ წლების განმავლობაში დამეთანხმებით, ხო? ხელისუფლების მთავარი არგუმენტიც ეს არის, რომ ნაციონალური მოძრაობა და ემთხვევა ვიღაცების არგუმენტებს. კი ბატონო, ამაზე ვისაუბრებთ სწორედ. ამ ხომ არ არსებობს საფრთხე, რომ ინდივიდუალური პარტიული ნიშა დაკარგოთ თქვენ პარტიებმა მათ შორის ამ საერთო ოპოზიციურ ას და სხვადასხვაობაში. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მოგესალმებით. პატარა შესწორებას გავაკეთებ შესავალ სიტყვასთან დაკავშირებით. კოალიცია ცვლილებისთვის გირჩი და დროა ჩამოთვალეთ. კოალიცია ცვლილებისთვის კოალიცია შედგება ახალი გირჩი დროას მაყურებლისთვის. თორემ ზუსტად მესმის რომ ეს უბრალოდ ტექნიკური შეცდომა იყო. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, სანამ უპასუხებდე, ხო, პირველ რიგში მისასალმებელი გადაწყვეტილება მიიღო გუშინ ქართულმა ოპოზიციამ და ოპოზიციურმა წარმომადგენლებმა. ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ძალის დემონსტრირებისთვის და ამომრჩევლის დაკვეთაც რეალურად რო გამოუკითხოთ ადამიანები ქუჩაში თუ რა ვიცი სოციალური ქსელის მეშვეობით ვნახავთ მით უმეტეს ის ადამიანები ვინც პროტესტშია თავიდან ბოლომდე ჩართული ვნახავთ რომ ეს დაკვეთა არის ერთიანობა და ხო გუშინ მნიშვნელოვანია რომ ეს ნაბიჯი გადადგა ქართულმა ოპოზიციამ ეს მნიშვნელოვანია როგორც შიგნით ასევე განსაკუთრებით ხას გაუსვამდი საგარეო მიმართულებით ჩვენს თანამეგობრობასთან მუშაობის პრინციპით გამომდინარე იქედან რომ ჩვენ სათითაოდ ყველა ვესაუბრებით ჩვენს პარტნიორებს დასავლეთში, თუმცა მათი დაკვეთაც ის არის, რომ რაღაცა შეჯერებული პრინციპული აზრი უნდა მიიღონ ამ თემებთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვექნება შესაძლებლობა, რომ ერთობლივად ვესაუბროთ და ჩვენი კარი მათ შორის ღია, შესავალ სიტყვაში ასევე ცოტა მე ალბათ არასწორად გავიგე ვაჟა გასცემს მაგას უკეთ პასუხს, რაღაცა ლელომ და გახარემ ბოლომდე ხელი კრეს ამ გაერთიანებას მე ასე არ აღმიქვია ყოველ შემთხვევაში მათი პოზიცია ცნობილია რომ პოზიცია გასაგებია თუმცა მოლაპარაკებები აუცილებლად გაგრძელდება მნიშვნელოვანია ეს ერთიანობა აქედან გამომდინარე მარტო სხვა დანარჩენს რო თავი დავანებოთ და კიდევ ერთხელ ვამბობ მე ვერ ვისაუბრებ მათ ნაცვლად უბრალოდ მოცემულობა რაც არის ის იყო მონოლოგში მოცემულობასგან რაც შეეხება კითხვის მთავარ ჩანართს ხო რა ვიცი მე მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ 2021 წელს ერთ-ერთი რა ვიცი მართლა გახმაურებული პრინციპული და ძალიან კარგი გაერთიანება ჰქონდა ბათუმის მაგალითზე მაგალითად სრულიად პროდასალურ ოპოზიციურ სპექტრს აი ხო ისე არ გამომივიდეს მაგრამ ვაჟა დარჩიაც იყო იქ ხო ლელოც იყო იქ და ვინმე იტყვის რომ ამ გაერთიანების შემდეგ ვაჟა დარჩია განაცდა ან რაღაცა ეს არის პროპაგანდა რომელზეც 13 წლის განმავლობაში ხო 13 წელია თუ მეშლება ხო 13 წლის განმავლობაში ქართული ოცნება არის ჩამოკიდებული თავიდან ბოლომდე და ჩემდა სამწუხაროდ ამ 2 დღის განმავლობაში ვუყურებ რომ
ქართულ ოცნებას აყვა ის ადამიანები, ვისთან ერთადაც გუშინ წინ თუ იმის წინ და წლების წინ რაღაცა ერთ ბრძოლაში ვიყავით, მათ შორის ქართულ ოცნებასთან დაპირისპირებული ადამიანები, ასე რომ ხებს ეს ოპოზიციისთვის წარმატების მიღწევის დღის წესრიგს ამ 9 შემავალ სუბიექტს ნამდვილად არ უცვლის. ეს იმიტომ რომ რა ვიცი, დღეს საუბრობდი მაგაზე რომ კი ბატონო ამ კოალიციაში და ამ რაღაცა გაერთიანებაში, ამ კოალიცია არა, უფრო გაერთიანება, ხო? ნამდვილად არიან ის ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლებას წარმოადგენენ, მაგრამ მე ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ქართულ ოცნებას წარმოადგენდა თავის დროზე, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ რაღაცა საერთო გამარჯვებისთვის არის მნიშვნელოვანი ეს ერთიანობა და გაერთიანება, რა ვიცი, არავისთვის არ წამომიძახებია, ხომ? კრიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში და აი მე და ვაჟა ქალაქიდან ვიცნობდით ჯერ ერთმანეთს, მე ბრძოლა. ხო, მაგრამ პოლიტიკა ხო წამოძახებების ხელოვნება, ერთგვარ მთელ მსოფლიოში, ლევან. ხო და მაგას ამიტომაც ალბათ არ უნდა გაგიკვირდეთ, როცა გაგახსენებენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ყოფნას თქვენს გვერდით. ეს ბუნებრივი პროცესია ალბათ, თუმცა რამდენად მდგრადი იქნება, აი ყოველთვის მე უფრო ცოტა იქეთ მქონდა ეს შეკითხვა მონიშნული, მაგრამ აქვე კითხავთ ბარემ რომ ერთგვარი დაბნეულობა ამ მომრჩევლებში და მეორე მხრივ უნდობლობა, რომელიც გვაჩვენა გარკვეულმა პროცესებმა, ხო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, ამ პროცესებს როცა ვადევნეთ ჩვენ თვალს, არსებობს ეს დაბნეულობა ამ მომრჩეველში. აი როგორ უნდა დააბრუნოს ამ ალიანსმა ამ მომრჩევლის ნდობა პირველ რიგში. ეს უნდობლობაც მოდის იმ პროპაგანდიდან, რომელსაც გვთავაზობს ხელისუფლება. ჩვენ თუ საუბრობთ, რა ვიცი, დავა შეიძლება ხო დიქტატურაში ვცხოვრობ თუ ავტორიტარიზმში. ჩემი პირადი აზრია, რომ ავტორიტარიზმიდან დიქტატურისკენ გასავლელ გზას გავდივართ ახლა. ასეთ პირობებში, სხვადასხვა ქვეყნებში და ჩვენთვის მნიშვნელოვან ქვეყნებში ოპოზიციური სპექტრი საერთოდ გაქრა. და ჩვენ ამის ნათელი მაგალითები გვაქვს. მესმის რომ მეტია, საჭირო მეტის მოლოდინი არსებობს და ასე შემდეგ, მაგრამ იმ პირობებში, სადაც დღეს ვართ და საერთოდ რომ ვარსებობთ, თავისი ყველა განშტოებით ვიძახი ამას, მათ შორის მატერიალურითაც, იმიტომ რომ თავარი ამბავი რითიც მოგუგუდა ამ შემთხვევაში, ხო, რაც გამოუვიდა ქართულ ოცნებას იყო ეგ რომ შეგუზღუდა ყველანაირად. ეხლა მნიშვნელოვანია ეს ყველა იმ განშტოებით რაც არსებობს, ეს გაერთიანებას გულისხმობ და რა თქმა უნდა იმ რაღაცა გამოძახილის დასაბრუნებლად რაც არსებობდა, ხო, ქართულ საზოგადოებაში და იმ უამრავ ადამიანში, ვინც რა ვიცი, აგერ რამდენიმე თვის წინ გამოდიოდა ქუჩაში და დღეს შეიძლება ნიჰილიზმსაა მიცემული. ხო, სწორედ ეს ერთიანობა არის გამოძახილი. შეიძლება რომ სწორედ მათი არგუმენტი რატომ აღარ აპროტესტებენ, რატომ აპროტესტებენ გულში, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცა ღიად რატომ აღარ აკეთებენ ამას, ხო? რატომ შემცირდა, თუმცა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს და ეს არ უნდა დაკნინდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ რატომ აღარ არის ფართო მასშტაბია? ამას ბევრი მიზეზი აქვს თავის, ხო? რა თქმა უნდა, მათი თავარი დაკვეთა და მე მაქვს ამ ადამიანებთან შეხება. მე მაქვს ამ ადამიანების აზრი მოსმენილი სხვადასხვა შესაძლებლობებით და ხო, თავარი დაკვეთა ეს იყო, რომ რა ვიცი, ცალკე არა ვართ ისეთი ძლიერები, რომ ის რაღაცა მონსტრი, რომელიც ჩამოკიდებულია და მიტაცებული აქვს ხელისუფლება, დავამარცხოთ და ერთად ეს შესაძლებელია ამის ყველა. კითხოთ ვაჟას, რატომ ამ ერთობაში არ არიან ისინი იმისათვის, რომ საერთო ოპონენტი დაამარცხოს ოპოზიციამ. ვაჟა, კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი, რომ თქვენი იქ არ ყოფნა ამ მომრჩეველშიც, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებში იქნა აღქმული, როგორც იმ ამომრჩეველთა ფენაზე ერთგვარი რაღაც გავლენის მოხდენის ცდელობა, ვისაც არც წარსულში ნაციონალური მოძრაობის მიმართ მქონდა ნდობა და ახლა ქართული ოცნების მიმართ არ არის სიმპათიებით განწყობილი. არის თქვენი ეს პოზიცია ამაზე დამყარებული თუ კიდევ სხვა მიზეზები არსებობს, რომელსაც განმარტავთ? შესაძლებლობისთვის, ხო, ბუნებრივია, ძალიან სწორი კითხვაა და არათუ სწორი კითხვა, სწორი არსია, იმიტომ რომ ამ პარტიის დაფუძნების ამოცანა მიზანის ზუსტად იმ პოლარიზაციის გარღვევა იყო, რაზეც მათ შორის თქვენ თქვით მონოლოგში, რომ საუბრობენ პოლიტოლოგები, ხო? ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთ-ერთი მთავარი ამბავი ყოველთვის ჩვენ რასაც ვამბობდით, ის იყო რომ შუა შეიკრიბოს და არ გაიკრიფოს, ეს იყო ჩვენი რაღაცა მთავარი ხაზი, ხო? ყოველთვის მიზანი ამ პარტიის დაფუძნების იყო ეს და ჩვენ
მიუხედავად იმისა, რომ იყო მოცემულობები, როცა ძალიან სწორად, ძალიან გააზრებულად მივიღეთ ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები ერთობისკენ, მათ შორის ლევანმა რაც ახსენა, ხო, ის იყო კონკრეტული მოცემულობა, კონკრეტული ამბავი, რისკვისაც ჩვენ ეს ერთობები შევქმენით და რა თქმა უნდა, იქ ჩვენი წვლილი გქონდა კი არა, ჩვენ ინიციატორებიც ვიყავით, იმიტომ რომ მაშინ ამას წარმოგვედგინა ჩვენ ეს ეხა არავის არ ეგონოს მართლა, რომ ვიღაცა თუნდაც მამუკა ხაზარაძე რაღაცა ის იყო, ხო? მოტრფიალე იყო იმის, რომ თბილისის ვიცემერი ყოფილიყო, მაგრამ ერთობას და საერთო საქმეს რო ჭირდებოდა, მიიღო ეს გადაწყვეტილება და თქვა, რომ ეხლა იმდენად დიდი ამოცანაა, რომ ჩვენ ამ კონკრეტულ არჩევნებში ქართული ოცნება დავამარცხოთ, მე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას, მათ შორის ფინანსურად, მათ შორის ადამიანურ რესურსით, ამ ერთობის დიდი ნაწილი ყოფილიყო, მათ შორის ნელო და ისე იყო ყოველთვის, ჩვენ ერთობების ყოველთვის მომხრე ვიყავით, თუმცა ამ ერთობებს ჰქონდა ახლა რა უშვებს ნაციონალური მოძრაობა არის წითელი ხაზი და უშუალოდ ადგილობრივ არჩევნებში თქვენი მოკავშირე გახარიას გუნდისთვის. გეტყვით ახლა ნახეთ ჩვენ ყოველთვის ეს დოკუმენტი რომელიც ახლა ჩვენ ნახეთ ხო ეს ოპოზიციური ალიანსის დოკუმენტი არის ზოგადი დოკუმენტი სადაც არაფერი კონკრეტული არ წერია. არ წერია რა უშვებით მაგალითად ვადამდელი ჩაინიშნოს არ ვიცით რა ვშვებით 28-ში გავდივართ თუ არა ისიც არ იცის ამ ოპოზიციურმა პარტიებმა ვთქვათ ხო არ არის საუბარი იმაზე რომ წერია მაგალითად რომ უნდა იყოს უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება და თანასწორი ხმის უფლება და ეხა ცოტა არასერიოზულია ის რომ თუნდაც ლევანის გუნდი ფიქრობდეს იმას რომ EDP-ს და კოალიცია ცვლილებებსან ახალს თანასწორი რამის უფლება უნდა გქონდეთ ხო რაღაც პროცედური მეცხრე პარტია და თან ეხა ახალი ამბავი არ არის ჩვენ რაღაცა გუშინ გამოვაცხადეთ ეს ამბავი ახალ რაღაცა ნოუ-ჰაუ ქართულ პოლიტიკაში და არა ხალხო ამ რვა პარტიას თავის პოზიციონირება დაწყებული ქონდა ერთად და ეს პოზიციონირება დაიწყო მაშინ როცა ზაფხულში 21 ივლისს გააკეთეს განცხადება და შექმნეს საერთო დოკუმენტი მათ შორის თქვენს რამდენად გაქვთ რისკი გათვლილი ვაჟა რომ ეს ამომრჩეველში არ იყოს ახმული როგორც საერთო დისტანცირება ოპოზიციური ფრთისგან და უფრო მეტი საბოტაჟი მაგას გეტყვით რა საბოტაჟზე კი არა გეტყვით მივალ მაგამდე იყო ხო 21 ივლისს საერთო 8 პარტია ნუ EDP-ს ავთვლით ახლა ცოტა EDP კიდე რაღაცა აქტორად წარმოჩენა EDP-ს ცოტა კომიკური ამბავია ხო რაღაცა შეიქმნა იმისთვის რომ იმატებული ფაქტია იურიდიულად ამიტომ ამაზე არის საუბარი რომ ეხლა გაკეთდა ეს 8 პარტიის განცხადება მათ შორის ეს განცხადება მთავარი ხაზი იმ განცხადებისა იყო რომ მუნიციპალური არჩევნები წარმოეჩინათ რუსულ სპეცოპერაციად და მათ შორის მთავარი ხაზი ერთ-ერთი მთავარი ხაზი იყო ჩვენ პარტიაზე რაღაცა ზეწოლის მოხდენა და მაშინ შეიქმნა დოკუმენტი ეს დოკუმენტი იყო თავისუფლების მანიფესტი კი ბატონო ამ თავისუფლების მანიფესტს როცა გააცნეს მოსახლეობას მაშინ უთხრეს რომ მათ შორის იქნებოდა ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი პოლიტიკური პროცესის შექმნა ახალი პოლიტიკური პროცესი მაშინ რა შეიქმნა ჩვენ გვახსოვს ეს იყო 4 ოქტომბრის ალტერნატიული პროცესი, ხო? რევოლუციის პროცესი, ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი რევოლუციის პროცესი. მოიცა ამ რვა პარტიას გულისხმობ ახლა მართლა მაგ 4 ოქტომბრის ამბავში? არა, ყველას გულისხმობ, მათ შორის პარტიების ის ნაწილი იყო. ნაწილი, ეგ სწორია. პარტიების ის ნაწილი იყო ჩართული და მათ შორის თქვენი პარტიაც იყო იქ ჩართული. არა. შენ ნახე, ორგანიზატორი არ იყო, თუმცა მონაწილე იყო ამ პროცესში. ნახე განცხადებები, ვაჟა. ნახე განცხადებები. მონაწილე არ იყო 4 ოქტომბრის კოალიცია ცვლილების. ვინც გადაწყვიტა კოალიცია ცვლილების წევრი თუ იყო და თუ გავიდა მაგაციაზე ჰქონდა ამის უფლება. რა თქმა უნდა, მაგრამ მე იმას ვამბობ. ორგანიზატორები არ ვიყავით. არა, ორგანიზატორები არ იყავით, მაგრამ მონაწილეები იყავით პროცესის და მაგას არ ვიყავით. ეს იყო როგორ არის პირადად არ ყოფილვარ, იყო შეიძლება ჩემი თანაპარტიელი მაგას მაყურებელი არ შეიყვანო შეცდომაში. მონაწილე კოალიცია ცვლილებისთვის აბსოლუტური უმრავლესობა, ნახოთ განცხადებები კაცო და ნახე ხო მაგას გეუბნები. იმ დღის განცხადებები რომ ლიდერები იქ იყვნენ. სწორად არ გაქვს ლიდერები იქ იყვნენ მათ შორის და ამის გარდა ეს განცხადება ხო გაკეთდა მაშინ და თავარი ამბავი იყო ის რომ უნდა შექმნილიყო დამოუკიდებელი პროცესი პოლიტიკური რა შეიქმნა იმის მერე დამოუკიდებელი პოლიტიკური პროცესი. ანუ პირველი დოკუმენტი როცა ამ 8 პარტიამ მიიღო გარდა იმისა რომ თავარი ამოცანა იყო ის რომ რაღაცნაირად ჩვენი ნაბიჯების მათი მხრიდან რაღაცა გაუფასურება მომხდარიყო იყო ეს ამბავი რომ აი დავასრულებ რაღაცა იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია იყო ეს ამბავი რომ პოლიტიკური პროცესი წარმოეჩინათ და თქვენს რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ რეგიონებში ცენტრებში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა 21 ივლისის მერე ბათუმში
ამ 8 პარტიიდან, რა ვიცი, ნახეთ ჩვენ რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მაგალითები, ნახეთ რომ პროცესი ქალაქებსა და სოფლებში გაიშალა, მე ამ 8 პარტიის მიერ პირველ დოკუმენტს ვიძახი, ხო? შექმნილ დოკუმენტს. ეს 8 პარტია ახალი პოზიციონირება არ არის, ზაფხულის მერე ერთად პოზიციონირებენ და გუშინ დაემატა EDP და ჩვენ ეს ვეცადეთ წარმოგვეჩინა რაღაცნაირ ახალ სოფლიო კლასის გაერთიანება. და მიუღებელი რატომ არის და დავასრულოთ ლევანთან უნდა გადავიდეთ. ჩვენი მკაფიო ხაზი და ვთქვით რომ ჩვენ გვაქვს ამ ეტაპზე გადაწყვეტილი პოლიტიკურ ველზე დამოუკიდებელი მოძრაობა. მათ შორის ყველა პროცესი რაც არის ეხლაც აქამდეც ყველანაირი კომუნიკაციის პრობლემა არავისთან ჩვენ არ გვაქვს და ამას ლევანი და ლევანის გუნდელები და სხვა ოპოზიციონერები ვინც არიან ამ ალიანსში ჩართულები დაადასტურებენ მათ შორის ეხლაც კომუნიკაცია რიგ კოორდინაციაზე იქნება ეს აქციები, იქნება ეს სხვა სახის, მათ შორის საერთაშორისო ველი თქვა, ხო, პარტნიორები და მათ შორის ჩვენ ერთადაც ამ პერიოდში გვივლია, მათ შორის ალდეს კოლგის ქვეშ, როცა ერთად მივდივართ ალდეს კოლგის ქვეშ ყოფილი პარტიები, ანუ რომ შევაჯამოთ, ვაჟა. ადგილობრივი არჩევნები იყო წითელი ხაზი, რამაც თქვენ ერთმანეთს დაგაშორა სხვა ოპოზიციასთან. არაფერი ჩვენ გქონდა ჩვენი სტრატეგია, ამ სტრატეგიაში ჩვენ ვიყავით სრულიად იმ ხელშეკრულების პირობებს, რაც გასაჯაროდა, ჩვენ აქამდე ვასრულებდით. ახლა მთავარი ამბავი არის რომ თავდაუსხმელობა ერთმანეთზე და ჩვენ ამ თავდაუსხმელობას ყოველთვის ვასრულებდით მიუხედავად იმისა რომ იქედან მოდიოდა თავდასხმის მიაღვარი და სიტყვები აღარ შეიძლება იმის გამეორება აღარ შეიძლება ხო რაზეც მოდიოდა ჩვენი მისამართით და ჩვენ თან ვართ ხელმომწერი ქარტიის და ამ დოკუმენტში ასევე წერია რომ ყველაფერი უნდა იყოს დიდი ნაწილი უნდა იყოს დაფუძნებული ქარტიაზე და ქარტიის ხელმომწერები ვართ ქარტიას ვიაზრებთ არსაიდან არ გავსულვართ და ის ყველაფერი რასაც ითვალისწინებთ აქ ჩვენ იმ ქარტიას ვასრულებთ კი ბატონო დაგიბრუნდებით იქედან სამწუხაროდ ისევე არ მოხდა ლევანსაც მივცეთ თუ საპასუხო რაღაც რეპლიკა გაქვთ ლევან თუ არა და უნდა გკითხოთ ისევ ახალი შეკითხვით. თან მკითხეთ და თან უპასუხოთ რა პრობლემა. მთავარი მაინც ამომრჩეველია ნებისმიერი პარტიისთვის და ნებისმიერ საზოგადოებაში, განსაკუთრებით, როდესაც საუბრობთ პოლიტიკაზე. მე მაინც ამომრჩევლების ნაწილს დაუბრუნდები. თქვენ ახსენეთ, რომ პროპაგანდის ნაწილია კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობა წარმოქმნა სრულიად ოპოზიციის. თუმცა სამუშაო ამომრჩეველთან ამ კუთხით აქვს ოპოზიციას და ეს არის ყველაზე ალბათ დიდი ამოცანა. ამ კუთხით რა იქნება სიახლე თქვენს ყოველდღიურობაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში, საქმიანობაში, თუნდაც ასე დავარქვათ და დოკუმენტთან დაკავშირებით. მე ვახსენე კიდევაც ისტორიულად ქართულ პოლიტიკას და განსაკუთრებით ოპოზიციას ბევრი დოკუმენტი ერთობლივი ხელმოწერები, არ ვიცი, ქარტიები და ასე შემდეგ ახსოვს, მაგრამ შესრულების ნაწილი იყო ყოველთვის. ანუ ის დოკუმენტი რომელიც მაშინ ის დოკუმენტი ბატონო მივცეთ საშუალება ლევანს. წინ არის თუ უკან არის წასული? კი ბატონო გავიგეთ. მივცეთ. ხო, ლაშა თქვენ ამ კითხვის შესავალი ნაწილი ასე დაიწყეთ, რომ ამომრჩეველი მთავარია და ნამდვილად. ხო, საერთოდ არ ვაპირებდი საუბარს, თუმცა რა ვიცი, ასე საუბრიდან იბადება ეხლა ვაჟამ ახსენა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. ისაუბრა და ხო, მეც ვაკრიტიკებდი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გასვლას, თუმცა იმასში ვეთანხმები ვაჟას, რომ რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს რაღაცა კამათის და დისკუსიის ფორმატში და არ უნდა არა, ჩემი მხრიდან ვიძახი და ვისთანაც მქონდა შესაძლებლობა ჩემ აზრს ვაფიქსირებდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთ აზრზე ვიყავით, ეგ არ იყო სწორი. პირდაპირ საჯაროდ ვამბობ ამას. რაც შეეხება იმას, რომ შედეგიანობაზე როგორ უნდა გავიდეს ეს ყველაფერი, ხო, რა ვიცი, რატომღაც კარგი მაგალითია ჩემთვის და ისე 2021 წელს შევეხები რა. ანუ სიტყვა არის მთავარი იარაღი პოლიტიკაშიც და ცხოვრებაშიც. 2021 წელს ჩვენ ბათუმში ვთქვით, რომ მაშინაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი იყო, ხო, მერობის კანდიდატი და პირველი ტური პირწმინდად მოიგო და მეორე ტურში რა დაჭირდა ქართულ ოცნებას, აი ხო, მაგრამ არჩევნები იყო. არჩევნები. დავასრულებ და მიხვდები, რასაც ვამბობ. თავარი ოფისი და რო იყო დაკვეთა, რომ აი ბათუმი წაგებული გვაქვს და ყველაფერი გააკეთეთ, რომ ბათუმი შევინარჩუნოთ. ხო, იცით რა მოიტანა ეგ შედეგი იდეაში ის რომ
ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი იქნებოდა იყო მერობის კანდიდატი. შეთანხმებული საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ყავდა ბატონი ვახო კალოიანი და პირველ ტურში რო არ იყო ხმები რომ რაღაცა მაჟორიტარი გამხდარიყო და მოეგო არჩევნები. მერე ის კი არ გავაკეთეთ რა, ანუ საერთო ჯამში ვიძახი არა მხოლოდ იმ გუნდს რომელსაც მაშინ წარმოადგენდი, მათ შორის ყველა. იმაზე შევთანხმდით რომ რახან ვახო კალოიანი არჩევნებში ვეღარ მონაწილეობდა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გახდა ლელოს წარმომადგენელი ირაკლი კუპრაძე. ანუ დამზღვევი ხდებოდა ერთმანეთის საკრებულო მერია საზღვევდა მერია საკრებულოს და ასე შემდეგ. ეხლაც მნიშვნელოვანია რომ სიტყვას ვცეთ პატივი. სიტყვას თუ ვცემთ პატივს, ვინც არ უნდა იყოს ამ გაერთიანებაში და თუ ამ სიტყვიდან თუ არ გადავალთ რეალურად, ხო? რა თქმა უნდა იმ შედეგზე გავალთ, რაც თუნდაც იმ დოკუმენტში წერია. გავიგე ზაფხულში რომ იყო ეგ ჩანაწერი და ეგ დოკუმენტი, მაგრამ თუ რაღაცა არ შესრულებულა ის დოკუმენტი მაგას ვამბობ. რას გულისხმობ შე რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას ბათუმში? რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას ბათუმში რას გულისხმობ შენ? ანუ 21 ივლისის მერე თქვენ თქვით რომ 21 ივლისის მერე უფრო აქტიურად ვებრძვით ბათუმში პროპაგანდას ადგილებზე. რისი რაში გამოიხადა ეგ რომ ვებრძოლეთ? ბათუმში არა, ქედაში ვებით უმეტეს ვერა, ხო? გავიგე ხო და რისი მოლოდინი გქონდა შენ მითხარ რომ კარგად გავიგე. თქვენი რა ვიცი მე იმ საერთო განცხადება იყო და მე მაინტერესებს რა ბრძოლის ნაწილში რას მოიაზრებდიო ლევანი გეკითხება მე ვაჟი. რას მოიაზრებდი კაცო მათი დაწერილი კაცო რა ეწერა დოკუმენტი? რუსულ პროპაგანდასთან უნდა ვებრძოლოთ და მაინტერესებს რა ეტაპზე როგორ ებრძოლოთ? მათ შორის იმაზე როცა ვსაუბრობდით რომ იქ იყო საუბარი რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა პროტესტის სოფლებში და ქალაქებში გაშლა, რაც ასევე არ გამოვიდა სამწუხაროდ. ანუ ის დოკუმენტი წინ კი არ წავიდა, უკან წამოვიდა და ამას მე რაღაცა ნიშნის მოგებით კი არ ვიძახი. ფაქტია რომ უკან წამოვიდა და სუდია ეს ამბავი უბრალოდ დოკუმენტს ნიშნის მოგებით ვაჟა, ნიშნის მოგებით შენ დოკუმენტი არ ახსოვდა. ნიშნის მოგებით მით უმეტეს ვერ იტყვი ახლა კი შენ ისევ იმავე აზრზე ხარ, მაგრამ რეალურად თვითმმართველობის არჩევნებში გასული პარტიის წევრი მაგას ვერ უნდა ამბობდეს 2025 წელს გულისხმობ. მაგას მართლა ვერ უნდა ამბობდეს. ჯერ ერთი რო თქვა და მე მეორე, აი შენი პარტიის რეგიონალური ხელმძღვანელი ერთი წუთი დამასრულებინე კაცო. დამასრულებინე. ერთი წუთი დამასრულებინე. გენოთებიზე რომ ეჯდა პატივისცემას უდასტურება ასევე და ერთ ბრძოლაში ვართ არა მანდორი აზრი. ლაშა იყო მაშინაც წამყვანი. რომ მითხრა რომ რეებს კადრულობო, როგორ ამბობ მაგას რომ ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებში გავალთო და რაღაცა და მეორე დღეს რომ საერთოდ შეცვალა სურათი, მაგაც ვიძახი, ანუ სიტყვა არის მთავარი იარაღი. მასეთი ბევრი იყო ვაჟა. ლაპარაკი, რომელიც ამ რვა პარტიამ პირველი საერთო დოკუმენტი გაუცელა, გავიგე, სამწუხაროდ ვერ შესრულა. სამწუხაროდ გახვედით იმ არჩევნებში, რომელმაც ხელი შეუწყო ქართულ ოცნებას, მაგას ვიძახი. რაში? იმაში რომ საერთოდ მარტო რჩებოდა, თქვენ რო არ შესულიყავით, რჩებოდა ის პარტიები რომლებიც რეალურად არ არიან ოპოზიცია და ვინ არ არიან ოპოზიცია ხაი გარ რომელია ოპოზიცია მათ შორის გახარიას პარტია გახარია ახლა შენთან ერთად მოვიაზრებ ერთად გახვედით კაცო შეთანხმებული კანდიდატი დასმულოს ლევანმა და უნდა შეაჯამო ვაჟა რო აღარ რჩება ამიტომ მაგაზე არ არის არავინ ანუ ნახე ლაშა ვიტყვე უცებ რამდენიმე ამბავს რა ჩვენ ძალიან ბევრი საერთო ამბავი გვაქვს ამ საერთო ამბავში ეხაც ვრჩებით ერთად და მათ შორის ამ ოპოზიციის ალიანსის განცხადება რომ ჩვენ ღია გვაქვს კარი ნიშნავს იმას რომ რაღაცა ისინი დადასტურა არაერთმა ლიდერმა არ არის ლაპარაკი და მაყურებელმა რომ იცოდეს ეს არის განსაკუთრებული დამოუკიდებელი გზა არჩეული რაც ჩვენთვის ძალიან რთულია და ჩვენ ვართ პარტია მართლა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ დამოუკიდებელი გზა გვაქვს არჩეული ოღონდ ამ დამოუკიდებლობის გზაზე ასევე ვართ ასაგზალციაში ასევე ჩვენ ლიდერებზე არის საქმე ასევე ჩვენ ლიდერები არიან ციხეში და მიუხედავად ამისა ჩვენ ავიღეთ ეს ავირჩიეთ ეს გზა და ყველა ნაბიჯი ჩვენ თქვით მაშინაც ახლაც რომ სრულ რაღაცა შეთანხმების და ლაპარაკის პრობლემა ერთმანეთთან ერთად რაღაცების კეთების პრობლემა დასავლეთის ანუ პროდასავლურ ოპოზიციასთან ჩვენ არ გვაქვს თუ ამ ერთობის ნაწილად არ განვიხილავთ თავს და რაღაცა საწყენი ამბავი გახდა ხო რომ ეს ერთი კოლგის როგორ წარმოგიდგენიათ ამ პოზიციებით თუნდაც კოალიციური მთავრობის ფორმირება მოდი და ქართულმა ოცნებამ ჩანიშნა რიგგარეშე არჩევნები ხო რომელზეც არ გვაქვს პოზიცია გავალთ თუ არა ეხლა რომელიც თქვენ ახსენეთ აი როგორ წარმოგიდგენიათ შენ გაქვს ამ განსხვავებული პოზიციებით ვაჟა მე ამ ფორმატში შეთავაზე ვინმე დაგიბლოკა მაგას ვიძახი ხო მიდიოდა საუბარი აქ ერთად ხო ვისხედით და ცდელობა ხო იყო მინიმუმ გამიბლოკა
ვერ გავიგე. რიგარეშესთან დაკავშირებით რამე პოზიცია ვინმე და ხო და მაგას ვამბობ, შენ რა პოზიცია გვაქვს გითხარი? რა იცი რომ არ გვაქვს ჯერ პოზიცია ჩანაწერში არ გითქვამ, თქვენ თქვით რომ არჩევნებს არ ეხება ეს ერთობაო. გასაგები. გავიგე, ანუ ერთი ნომრით არ გავი, მაგი 2 წუთი მაგაზე ვინდა? 2 წუთი გვაქვს და შევაჯამოთ საუბარი ჩვენი. ანუ პოზიცია არ არის ამ ეტაპზე ნათელი დოკუმენტით. მაგას ვამბობ, მე გამოლოდინები უნდა გქონდეს. გამოლოდინები უნდა გქონდეს, ლევან. აქ რაღაცა ისე გითხარი ეგ პოზიცია და შეიძლება პირიქით შევცვალოთ, ან შემოგეთავაზებია მაგას ვიძახი. ხო და გეუბნები. რიგარეშესთან დაკავშირებით თუნდაც. ეს დოკუმენტი რო არ იყო კონკრეტული, ის კონკრეტიკები რაც ლევანი ელოდებით კონკრეტიკას, ესე იგი ვაჟა, ხო? თუ ეს დოკუმენტი იქნება კონკრეტული, თუ ეს იქნება, აი თვითმმართველობის არჩევნები ახსენა ლევანმა და ჩვენ ვამბობდით, რომ ერთიან სიაზე ვლაპარაკობდით და ერთიან კანდიდატებზე ვლაპარაკობდით. მართლა თვითმმართველობის არჩევნებზე და ჩვენ მერე ვამბობდით რომ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ ჩვენი კოლეგების დარწმუნება. ოღონდ ეს რომ ჩვენ თქვით, მერე იქედან კიდე რა წამოვიდა ცალკე ამბავია და ეხა ეს რწმუნების ტვირთი აიღოს ამ 8 პარტიამ თუ 9 პარტიამ საკუთარ თავზე შექმნან ისეთი ერთობა დაგვარწმუნონ ჩვენ რომ ეს დოკუმენტი არ არის ქარტია დავივიწყოთ და ახალი დოკუმენტი არ არის ისეთი დოკუმენტი რომლის გამოცდილება ცდელობა იყო და ვერ დარწმუნდი? ვერ დარწმუნდი? რა თქმა უნდა, აბა რა არის მიზეზი ეგ არის რომ ეს რიგარეშესთან დაკავშირებით ეს დოკუმენტი ჩვენთვის არ არის რამე შეთავაზება გქონდა რომ განზოგადებულიყო? არა, პირიქით დაკონკრეტებული იყოს ვიძახით. ეს დოკუმენტი არის ზოგადი. ეს დოკუმენტი ჩვენთვის არის ზოგადი, ეს დოკუმენტი არის ჩვენთვის ცდელობა იმისა შეთავაზება თუ საბოლოო ჯამში დააზარელებს თუ არა ასეთი პოზიცია საერთო ჯამში ოპოზიციას ეს დოკუმენტი არ არის კონკრეტული თუ როცა კონკრეტულ ერთობებზე არჩევნებზე ამოიწურა ჩვენი დრო და ლევანსაც მიცეთ საშუალება მიზანი გავიგე ამოიწურა ამასობაში ჩვენი საერთო დრო და ლევანს ვერ მივეცით საშუალება შესთავაზეთ რამე რა თქმა უნდა შევთავაზეთ და არ გაიბლოკეს ხო წეგან 5 წუთის წინ ყავშე და არაო მითხარი ანუ ჩვენთან კომუნიკაცია ხო არსებობდა ამ დოკუმენტის მადლობა კონკრეტიკა თუ აინტერესებს ვაჟას ვიღაცებთან უნდა დარეკოს იცის ვისთანაც და იყო ამაზე საუბარი ამასაგებია სადარ კონკრეტიკა დოკუმენტში უნდა ეწეროს რომელიც ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ რას უნდა ველოდოთ ამ პოზიციების შეჯერების შემდეგ თავარი ამბავი თქვენ მკითხეთ ახლა მსგავს ეს არის უბრალო კამათი კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს და ჯანსაღია ესეთი კამათი მათ შორის ამომრჩეველი ახლა უნდა გვისმენდეს და თუ ჩვენ რაღაცა საბოლოო ჯამში ვერ გავერთიანდებით ერთი წუთით ვაჟა დავასრულო მართლა თუ ვერ გავერთიანდებით და რაღაც ცალ-ცალკე დაურჩებით ოღონდ პროევროპულები დაურჩებით რა თქმა უნდა გადაიხრება ანიქეთ ანაქეთ ამომრჩეველი და ეს არის ჯანსაღი და მხოლოდ მივესალმები მეორე მთავარი აქცენტი იყო გაკეთებული ნაციონალურ მოძრაობაზე და რაღაცა მისი ქოლგის ქვეშ მოქცევაზე რა ვიცი ხვის ნაცვლად აღარ ვისაუბრებ, ვაჟა დამეთანხმება აგერ, იმიტომ რომ კარგად იცის. გავიგე, კი ბატონო. აი მე მესმის რომ არა ვარ ის ფიგურა და რაღაცა მთავარი ლიდერი ამ ამბავში, მაგრამ აი ლევან გორგილაძე როგორ შეიძლება ნაცი იყოს, რის გამოა წამოსული იქიდან საჯაროდ ვსაუბრობდი 4 თვის განმავლობაში. ვინც მე მიცნობს მინიმუმ აქედან ამოვიდეს. ამეთერიდან დაიწყო და რა ვიცი, საბოლოო ჯამში მე მგონია რომ მნიშვნელოვანია ეს გაერთიანება, მნიშვნელოვანია ყველა ჩვენი თანამოაზრის გაძლიერება, წარმატებას უსურვებ ყველას, იმიტომ რომ საერთო ბრძოლა გვაქვს მოსაგები. მადლობა ვაჟას, მადლობა ლევანს. ლევან გორგილაძე კოალიცია ცვლილებებისთვის და ვაჟა დარჩია ძლიერი საქართველოს ლელოს წევრი იყვნენ ჩვენი სტუმრები. ჩვენ მოვისმინეთ პოლიტიკური აქტორების პოზიციები ერთი მხრივ ერთობისა და რესურსების კონსოლიდაციის აუცილებლობაზე, ხოლო მეორე მხრივ დამოუკიდებელი პლატფორმისა და ალტერნატიული არჩევანის მნიშვნელობაზე, თუმცა მიღმა იმ რიტორიკისა, რომელსაც პარტიები ხშირად იყენებენ, არსებობს პროცესის სისტემური და ინსტიტუციური მხარე. რამდენად მყარია ეს პოლიტიკური კონსტრუქციები და არა ემოციურ, არამედ საარჩევნო ტექნოლოგიებისა და გრძელვადიანი პოლიტიკური სტაბილურობის ჭრილში. ამ კითხვებზე პასუხის მოსაძებნად ახლა დისკუსიაში პირდაპირ ეთერის მეშვეობით ჩავთავთ ადამიანს, რომელიც წლები აკვირდება ქართული პოლიტიკური სისტემების ტრანსფორმაცია, საარჩევნო გარემოსა და იმ მოდელებს, რომლებითაც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს უპირისპირდებიან. ჩვენი სტუმარია პოლიტიკის ანალიტიკოსი, უკაცრავად ექსპერტი ირაკლი მელაშვილი. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მინდა კი ბატონო გიან მოდის ჩემამდე
ცოტა პაუზით, მოდის ჩემამდე პირდაპირ ჩართვის დროს ხმა, ამიტომაც პირდაპირ კითხვაზე გადავალ. მინდა დავიწყოთ იმით, რასაც თქვენ ყოველთვის ხას უსვამთ. პოლიტიკური პროცესის სიცოცხლის უნარიანობის საჭიროება. ახალი ოპოზიციური ალიანსი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებები თანასწორობის პრინციპით მიიღება. თქვენი გამოცდილებითა და დაკვირვებით, რამდენად სიცოცხლის უნარიანია ასეთ გაერთიანების მოდელი ქართულ პოლიტიკაში, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი. სადაც პარტიებს შორის რესურსული დისბალანსი იქნება ეს თუ ფინანსური თუ ადამიანური ძალიან დიდია. ხომ არ მივიღებთ ისევ ფორმალურ თანასწორობას, რომლის მიღმაც რეალური გადაწყვეტილებები მაინც 1-2 მსხვილი მოთამაშის ხელში იქნება, რაც შემდგომში იწვევს ურთიერთდამოკიდებულების გაფუჭებას და ზოგადად ასეთი ალიანსების დაშლას საბოლოო ჯამში. ძნელი სათქმელია, უბრალოდ ვიტყვი ერთ რაღაცას, რომ თუ კი მათ ერთობა სერიოზულად აქვთ გადაწყვეტილი, მაშინ არ მივიღებთ ჩვენ იმ შედეგს, რომ ეს დაიშალოს. ყველაფერი ადამიანებზე არის დამოკიდებული და პოლიტიკური ინტერესები მან თუ ერთიანი შეინარჩუნეს, რა თქმა უნდა, ისინი შეძლებენ ამ ალიანსის, ასე ვთქვათ, განვითარებას. თუ აქცენტი გაკეთდა ისევ პარტიკულარულ ინტერესებზე, მაშინ ეს ალიანსი იქნება არაგრძელვადიანი. ყოველ შემთხვევისათვის ბოლომდე გარკვეული არ არის ჩემთვის ან გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი როგორი აქვს, მისი აღსრულების მექანიზმი როგორი აქვს, არის თუ არა რაღაცა ორგანო, რომელიც ამ პარტიების ერთობლივ გადაწყვეტილებაზე იღებს პასუხისმგებლობას მის განხორციელებაზე, ამაზე არაფერი არ თქმულა, ჯერჯერობით ეს არის კოალიცია, მაგრამ მე მინდა ჩემი აზრით თავარი რაც არის. მოსახლეობას და ამორჩეველიც არ უყურებს იმას თუ როგორ დასხდებიან, ვინ ამ აგიდასთან დასხდება, რამდენი კაცი ისხდება ამ აგიდასთან და რაზე მიაღწევენ შეთანხმებას. პირველ რიგში დააკვირდება ქმედებებს, ანუ შეიცვლება რამე ქართულ პოლიტიკაში ამ ალიანსის გაჩენით თუ არ შეიცვლება. ეს არის მთავარი. რას გააკეთებენ, ეს არის გადამწყვეტი და ამითი განისაზღვრება მოქალაქეების დამოკიდებულება ნებისმიერი ალიანსის მიმართ და ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მიმართ. მთავარი არის, რას გააკეთებენ და რა ცვლილებები მოხდება ქართულ პოლიტიკაში ამ ალიანსის შექმნის შემდეგ. ჯერჯერობით ამაზე მე არაფერი არ ვიცი, ამაზე არაფერი არ თქმულა, ამას მომავალი აჩვენებს. ერთადერთი ითქვა, რომ ერთობლივი ვიზიტი მზადდება ვაშინგტონში, გასაგებია ყველაფერი, მაგრამ ვაშინგტონის და ყველაც ყურადღებას აქცევს იმას, თუ რამდენად გავლენიანი იქნებიან ეს ძალები ქვეყნის შიგნით. ეს არის მთავარი, რამდენად ჩემთვის ფაქტია, რომ ოპოზიციას არანაკლები კრიზისი აქვს, თუ მეტი არა ხელისუფლებასთან ერთად მოსახლეობის მხარდაჭერის, ძალიან ბევრი არის ხელისუფლებით უკმაყოფილო, მაგრამ ოპოზიცია ჯერჯერობით აქამდე ვერ ახერხებდა ამ უკმაყოფილების, ასე ვთქვათ, კაპიტალიზაციას. შეძლებენ თუ არა ეს გაერთიანება, ამას მე არ ვიცი. მაგრამ მთავარი სწორედ ეს არის, ქვეყნის შიგნით რამდენად ძლიერები იქნებიან, იმის მიხედვით იქნება დასავლეთის დამოკიდებულება მათი. კი ბატონო, გესმოდათ ალბათ სტუდიაში ის პოლემიკა, რომელიც ორი პარტიის წარმომადგენელს შორის გაიმართა ამ ეთერში, ბატონ ირაკლი და ბუნდოვანება დოკუმენტის, რომელიც გუშინ იხილა საზოგადოებამ, ახსენა ლელოს წარმომადგენელმა. ჩვენ ვხედავთ ორ ოპოზიციურ ცენტრს, ოპოზიციურ ალიანსს და მის მიღმა დარჩენილ ლელოსა და გახარიას გუნდს. პოლიტიკური არითმეტიკის თვალსაზრისით ეს უფრო ეს კონფიგურაცია და უშუალოდ უფრო მეტად ზრდის ამ ოპოზიციური ამომრჩევლის სრულ მოცვას რაღაც სტრატეგიულად თუ იგივე სეგმენტიზაციას თუ პირიქით აჩენს ბარიერის ვერ გადალახვის და ხმების გაფანტვის რისკს, რაც საბოლოო ჯამში ისევ მართლ გუნდს აძლიერებს ხოლმე თუ არჩევნების სურათს გავითვალისწინებთ საბოლოო ჯამში წინა პერიოდში. მე საბეჭდილებაც მაქვს ახლა ჯერჯერობით არჩევნებზე არ არის ლაპარაკი და არც ჩანს ქვეყანაში რიგარაში არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა ამ ალიანსის შექმნის თითქოს ერთ-ერთი მიზანი ის იყო, რომ ეს პოლიტიკური პროცესი დაეჩქარებინა. დღეს ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, ვის რა შესაძლებლობები აქვს და ვის რა შესაძლებლობები ექნება
საარჩევნო პერიოდში და რა კონფიგურაციები იქნება. ეს ალიანსი რაც შედგა, ეს მაინც საზოგადოების დიდი ნაწილისათვის მაინც იქნება ყოფილი ნაცმოძრაობის ბაზაზე შექმნილი პარტიების ალიანსი პლუს თავისუფლების მოედანი. როგორ ჩამოყალიბდებიან ის ჯგუფები, რომლებიც სხვა ტიპის სამორჩეველზე აკეთებენ აქცენტს, ანუ იმ ტიპის სამორჩეველზე, რომელსაც არც ნაცები მოსწონს და არც ქართული ოცნება, ეს ცალკე პროცესია და ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და როგორ შედგება ამ ოპოზიციური ძალების თანამშრომლობა, ეს არის ყველაზე სერიოზულად დასაფიქრებელი. ყოველ შემთხვევაში მე იმედი მაქვს, რომ ურთიერთლანძღვის რეჟიმში არ წავა ეს ურთიერთობები და რაღაცა თანამშრომლობა იქნება იმისათვის, რომ საერთო მიზნები იქნას მიღწეული. დღეს ახლა ერთ ეთერში ვიყავი და სოფლიოში საოცრებები ხდება, ხო? ირანის კონფლიქტმა ერთად გააერთიანა, საერთო ინტერესები გაუცალა ისრაელს და არაბულ სახელმწიფოებს, რომლებიც ერთმანეთს არ აღიარებენ და ნაწილი ისრაელს არ აღიარებს საერთოდ, მაგრამ საერთო ინტერესები გააჩნდა, იმიტომ რომ საერთო მტერი გაჩნდა, ხო? რომელიც ორივეს ბომბავს. მათ შორის კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა ამ ნაწილში. დიახ, და კიდევ ბევრი უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, ხო? არსებობს სიტუაციური მოკავშირეობა, არსებობს რაღაცა ზეამოცანები, რომელიც დგას და ჩემი აზრით ახლა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რომ ის ფლანგიც ჩამოყალიბდეს, რომელიც იმ ამორჩეველზე აკეთებს აქცენტს, რომელსაც არც ნაციონალური მოძრაობა უნდა და არც ქართული ოცნება, იმიტომ რომ ეს საკმაოდ დიდი სეგმენტი არის ამორჩევლის და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლები რო ვერ და მისი მხარდამჭერები და აი ამის გარშემო მოტრიალე ხალხი რო ვერ ახერხებს ხელისუფლების დამარცხებას, ეს აჩვენა მე მგონი პროცესმა საქართველოში რაც არის და ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ აი ძალები გაძლიერდნენ, რომლებიც სწორედ ამის ამორჩეველზე იმუშავებენ. ამასობაში ბატონ ირაკლი, ეს არის ახლა ძირითადი პროცესი ჩემი აზრით. კი ბატონო, ამასობაში ხელისუფლება ამ ალიანს კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას უწოდებს, რაც პოლარიზაციის გაღრმავებისკენ არის მიმართული და ამასაც წინა პერიოდის პროცესები ჩვენ კარგად გვიჩვენებს, თუ წლების პოლიტგამოცდილებას მივადევნებთ თვალს მოკლედ. თქვენი აზრით რამდენად ტოვებს ეს ახალი კონფიგურაცია სივრცეს იმ შუა ამომრჩევლისთვის, რომელიც დაღლილია ორპოლუსიანი დაპირისპირებით. შეუძლია თუ არა ამ ალიანს დაამსხვრიოს ხელისუფლების ის ნარატივი, თუ ისინი თავადვე ხდებიან ამ პოლარიზებული თამაშის ნაწილი. თქვენც ახსენებთ, რომ აღქმა ამ გაერთიანების ყოველთვის იქნება გარკვეულწილად, როგორც ნაციონალური მოძრაობის რაღაც ერთიანობა საბოლოო ჯამში. ხო, ამ ნაწილში როგორ ხედავთ ამ პარტიიდან 7 ვინც არის ყოფილი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები არიან. კი ბატონო. ამ ნაწილში როგორ წარმოგიდგენიათ მაშინ ამომრჩევლის პოზიციონირება, ამომრჩევლის და საზოგადოებრივი დამოკიდებულების გარეშე არ არსებობს არანაირი ალიანსის და მით უმეტეს პოლიტიკური პროცესის წარმატება, ხო? დამოკიდებული არის ყველაფერი იმაზე, რა შესთავაზებენ ამორჩეველს. მე ვფიქრობ, რომ მე რასაც ვაკვირდები ყოველ შემთხვევაში ბოლო პერიოდში ასეთი შთაბეჭდილება ამორჩევა, რომ ამორჩეველს ახლა დიდი ახსნა იმისა, რატო არ ვარ ხელისუფლება, ყოველ შემთხვევაში ოპოზიციურ განწყობილ ამორჩეველს მაინც არ ჭირდება. ამორჩეველს აინტერესებს რა იქნება უკეთესი. და ვინ არის ის ძალები, ის ლიდერები, ის პლატფორმები, რომლებიც უკეთეს მომავალში შესთავაზებენ საზოგადოებას. ამიტომ პოზიტიური დღესასწაულის შეთავაზება არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეძლებს ეს ალიანსი ამის გაკეთებას თუ ვერ შეძლებს, მაგას მე ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში მე ასეთი ვერაფერი ვერ გავიგე, ასეთი გზავნილები თუ რას თავაზობენ ამორჩეველ ჯერჯერობით აი კომენტარებიდან რასაც აკეთებენ ამ ალიანსში შემავალი პარტიების ლიდერები ჯერჯერობით სიახლე ჩემთვის არაფერი არ არის. რა შესთავაზებენ, იმაზე იქნება დამოკიდებული. სამოქმედო გეგმა უნდა არსებობდეს. ადამიანებმა უნდა დაინახონ, რომ რო გაერთიანდენ. რა იქნება რელევანტური შეთავაზება ამ სიტუაციაში და ამოცემულობაში? მაშინ ასე გკითხავთ ბატონო ირაკლი. ის, რასაც დღემდე ვერ სთავაზობს ოპოზიცია ამომრჩეველს. შეიძლება
და ეს პრობლემაა ოპოზიციისთვის, ხო? ძალიან ნდობის ბევრი ნაწილში. ოპოზიციისთვის პრობლემა არის პირველი საფიქრალი არის როგორ შექმნა პოლიტიკური პროცესი საქართველოში. ჩვენ გვაქვს ქუჩის პროცესი, ჩვენ გვაქვს აქციები, რომელიც წელიწადზე მეტი არ გრძელდება, მაგრამ გვაქვს მკვდარი პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკურ პროცესში მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყნის შიგნით სრული დომინაცია აქვს მართლ პარტიას. ანუ ისინი ადგენენ დღის წესრიგ ჯერჯერობით ეს ესეა. და ამ სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროთ. აი აქედან გამოსავალი რა შეთავაზებები ექნებათ პოლიტიკური პროცესის გასაცოცხლებად აი ოპოზიციურ ალიანსს, ეს არის ჩამოსაყალიბებელი. მე ვერ გამოვდგები ახლა ამის მრჩევლად, იმიტომ რომ მე არ ვიცი მათი რესურსები, მე არ ვიცი მათი შესაძლებლობები, მე არ ვიცი რას ფიქრობენ საერთოდ ამ თემებზე, იმიტომ რომ თეორიულად ყველაფერი თქვა შეიძლება, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა შესაძლებლობები აქვს და რამდენად შორს არიან ისინი წამსვლელი თუნდაც საკუთარ თანამშრომლობაში, ხო? ჩვენ გვითხრეს ფორმულა ერთობა ერთიანობის გარეშე თუ რაღაცა მსგავსი, ხო, რაღაცა ერთფეროვნების გარეშე, ერთიანების გარეშე, ხო, ეს არ არის, ხო, ერთფეროვნების გარეშე. გასაგებია ყველაფერი, მაგრამ ძალიან ფართო ინტერპრეტირება შეიძლება ამისი ყველაფერი. რაც ნიშნავს ეს რა დონის თანამშრომლობაზე, რა დონის ერთიან მოქმედებებზე იქნებიან ისინი. ლელოს და გახარიას პარტიის იქ არ ყოფნა არის თუ არა საერთო ჯამში ბატონ ირაკლი ამ ალიანსისთვის დამაზიანებელი ცოტა გრძელვადიანი პოლიტიკური ანალიზის ნაწილში. საერთო საქმისათვის ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, ლელო და გახარია რამდენად შეძლებენ საკუთარი პოლიტიკური პლატფორმების ფორმირებას, ისინი საკმაოდ პასიურები არიან აქტიურ პოლიტიკაში ბოლო პერიოდში, გარკვეული მიზეზების გამო. ისინი რამდენად შეძლებენ, თუ ისინი შეძლებენ გაძლიერებას და შეძლებენ, ასე ვთქვათ, მესამე ცენტრის შექმნას, ეს დამაზიანებელი არ იქნება საერთო საქმისათვის, იქნება კარგი. თუ ისინი ამას ვერ შეძლებენ, ნუ ამაში არაფერი კარგი არ იქნება. ყოველ შემთხვევაში მე მაინც ასე ვფიქრობ, ვიცი რომ ბევრი არის იმაზე, რომ აი ყველა ერთად უნდა გაერთიანდეს, მე არ ვფიქრობ, რომ ამ ვითარებაში ყველას ერთად დადგომა არის გამოსავალი. თანამშრომლობა არის გამოსავალი, რა თქმა უნდა და თანამშრომლობა არის საჭირო, მაგრამ ყველა გამოკითხვა გვიჩვენებს, რომ ჩვენ ამ მრჩეველში, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილ ამ მრჩეველში საკმაოდ დიდია ნაწილი იმ ხალხისა, რომელსაც გარდა ნაციონალური მოძრაობისა და ოცნებისა უნდა სხვა ხალხის ხილვა ქართულ პოლიტიკაში. და ლელოს და გახარიას და გირჩის, იაგოს გირჩის ამოცანა სწორედ ეს არის, რომ ეს არჩევანი გააჩინონ. რამდენად შეძლებენ ვერ გეტყვით. გასაგებია, მადლობა თქვენ საინტერესო ანალიზისთვის. პოლიტიკის ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს პირდაპირ ჩართვის რეჟიმში. საქართველოს შემდეგ ახლო აღმოსავლეთში შექმნილ რთულ ვითარებაზე უნდა ვისაუბროთ და მის შესაძლო გავლენებზე კავკასიასთან, უფრო კონკრეტულად კი საქართველოსთან მიმართებით 28 თებერვალს ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული მასშტაბური სამხედრო ოპერაცია გრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ირანზე მორიგი დარტყმების შესახებ იუწყებიან. ორგანიზაცია წითელი ნახევარმთვარის ირანის ოფისი, რომლის საქმიანობასაც ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება აკონტროლებს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ 700-ზე მეტი დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თანახმად იერიში ისევ მიიტანეს ირანის მხარდამჭერი ჰეზბოლას პოზიციებზეც ლიბანში საპასუხო დარტყმების შესახებ იუწყებიან ირანი და ჰეზბოლა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ირანზე დარტყმები გაძლიერდება და ვარაუდობს, რომ სახმელეთო ძალების გამოყენება საჭირო არ იქნება. რუბიომ ირანის შესახებ გუშინ 2 მარტს ილაპარაკა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე, რომელსაც წინ უძღოდა მისი შეხვედრა კონგრესის ხელმძღვანელებთან. სახელმწიფო მდივნის განცხადებით შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რადგან თეირანისგან უშუალო საფრთხე არსებობდა.
რუბიოს თქმით, ოპერაცია არ არის მიმართული ირანელი ხალხის წინააღმდეგ და მიზანია, რომ ირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი და აღარ ჰქონდეს ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ გამოიყენებს. რუბიოს თანახმად ირანის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი დარტყმები ჯერ კიდევ წინ არის და ოპერაციის დასრულების შემდეგ მსოფლიო გაცილებით უსაფრთხო გახდება. შეკითხვას მოსალოდნელია თუ არა სახმელეთო ოპერაცია სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, ნებისმიერი ოპერაციის დაწყება შეუძლია, თუმცა ამ ეტაპზე მიიჩნევენ, რომ მიზნის მიღწევა სახმელეთო ძალების გარეშეც შეიძლება. ტრამპმა კი გუშინ 2 მარტს გამოცემა New York Post-თან ინტერვიუში არ გამორიცხა საჭიროების შემთხვევაში ირანში სახმელეთო ჯარების გაგზავნა. არსებული სურათის გათვალისწინებით გადაცემის დასკვნით ნაწილში ვსაუბრობთ ამ პროცესების შესაძლო გავლენაზე საქართველოსთან მიმართებით. გუშინ 2 მარტს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ღრმად შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, მიუსამძიმრა როგორც ირანს, ისე ისრაელს და სოლიდარობა გამოუცხადა ყურის არაბულ ქვეყნებს. მთავრობა აცხადებს, რომ ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად. თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს დამფუძნებელი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, ამავე დროს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე თეონა აკუბარდია უპასუხებს ჩემს კითხვებს პირდაპირ ჩართვის რეჟიმში. ქალბატონ თეონა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ. ბევრი მიმართულებით იცვლება საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც დამოკიდებულებების ნაწილში, ისე უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში საკუთარი ადგილის დაკავების თვალსაზრისით. თქვენი გამოცდილებით, როდესაც რეგიონში ასეთი მასშტაბის სამხედრო ესკალაცია ხდება, რა ტიპის უსაფრთხოების ვაკუუმი შეიძლება გაჩნდეს კავკასიაში და რამდენად მზად არის საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების სისტემა ამ ვაკუუმის შესავსებად, მიმდინარე პროცესებზე დაკვირვების საფუძველზე რის თქმა შეგიძლიათ? დიახლა, რა თქმა უნდა, ის რაც ხდება ირანში, ეს მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მათ შორის საქართველოს უსაფრთხოებაზე და საქართველოს გრძელვადიან ინტერესებზე. მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა მაყურებელმა ყველამ იცის თუ რამდენად ახლოს არის ირანი თბილისიდან, მათ შორის საქართველოსთან და რამდენად ხანგრძლივი იყო ის პრეისტორია, რომელიც ამ სამხედრო ოპერაციამდე ჰქონდა ირანს, ისრაელსა და ამერიკას ამ დაძაბულობის და მათ შორის სანქციების კუთხითაც ირანზე. ბუნებრივია, როდესაც საუბრობთ უსაფრთხოების ვაკუუმზე, ერთის მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა რეგიონში, იქამდე თალამ მოხდებოდა ირანზე სამხედრო ოპერაციის განხორციელება და ეს მნიშვნელოვანი ცვლილება ჩვენს უშუალო რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში იყო სამხრეთ აზერბაიჯანს შორის არამხოლოდ ყარაბაღის ომის დასრულება, არამედ მათ შორის ის გრძელვადენი სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა და ჩვენი ორი მეზობელი ქვეყნის ლიდერებმა შეათანხმეს და ხელი მოეწერა. მათ შორის ის ვიზიტი ვიცე-პრეზიდენტ ჯიდი ვენსის შეერთებული შტატების, რომელიც ერევანსა და ბაქოში შედგა, ასევე მნიშვნელოვანი ცვლილების მაჩვენებელი იყო, იმიტომ რომ თუ საუბარი აქამდე, როდესაც ყარაბაღის ომი დასრულდა, იყო იმაზე, რომ რუსული გარანტიები თუ უნდა მომხდარიყო სამშვიდობო პროცესის დასრულება და რუსეთს უნდა ეკონტროლებინა ის დერეფანი, რომელსაც ეხლა დღეს უკვე ტრიპის გზა ქვია, ტრამპის გზა მშვიდობის კეთილდღეობისთვის. ეს უკვე რუსეთი არის აბსოლუტურად განევნილი ამ კუთხით რეგიონიდან. თეონა, აქვე კითხავთ, ბარემ ექსპერტების ერთი ნაწილი საუბრობს რუსეთის შესაძლო მცდელობაზე ისარგებლოს ირანის გარშემო შექმნილი ქაოსით. როგორ ფიქრობთ, რამდენად არსებობს საფრთხე, რომ მოსკოვმა ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობის ფონზე კავკასიაში საკუთარი წესრიგის დამყარება და ძველი გავლენების დაბრუნების მცდელობა ჰქონდეს? თუ გავითვალისწინებთ სომხეთისა და აზერბაიჯანის გაცხადებულ პოლიტიკურ გეგმებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და იმედგაცრუებას მოსკოვში. სამხედრო პოლიტიკურ მოკავშირეობას მათ შორის აზერბაიჯანთან. კი ბატონო. ეს რა არის? მე ვფიქრობ, რომ რუსეთს ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ყოველთვის ჰქონდა სურვილი იმის, რომ სამხრეთ კავკასიაზე ქონოდა იმ ტიპის კონტროლი, რომ რეგიონი არ განვითარებული იყო მშვიდობიანად და სტაბილურად. და სწორედ ამ ტრამპის მშვიდობით რეგიონის გრძელვადიანი ეკონომიკური და მათ შორის სტაბილური განვითარების შესაძლებლობა დადგა და 9
მილიარდი ინვესტიცია ჩაიტანა მასმა ერევანში პრემიერ პაშინიანთან, აქ როგორც ბირთვული სამშვიდობო შეთანხმება რეაქტორების განახლებით კუთხით, მათ შორის მაღალ ტექნოლოგიური შესაძლებლობის გაძლიერების კუთხით ეს შეთანხმება რაც დადგა და მათ შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის ასე რომ ვთქვათ შექმნასა და გაძლიერების სახით ეს ერთი, მეორე ხა ამ ვითარებაში რა ვიწყოთ იმით რომ თურქეთი არის აზერბაიჯანის მნიშვნელოვანი სამხედრო პოლიტიკური პარტნიორი და არც თუ ისე ხელწამოსაკრავი რუსეთის მხრიდან და ჩვენ ნახეთ რომ რუსეთმა ვერაფერი ვერ შეძლო აზერბაიჯანთან მიუხედავად იმისა რომ დაძაბულობა ალბათ გახსოვთ დიასპორასთან მიმართებაში აზერბაიჯანული დიასპორა რუსეთში და თვითმფრინავის ის სკანდალი რაც უკავშირდებოდა აზერბაიჯანის თვითმფრინავის ჩამოგდებას და რადგან საბოლოო ჯამში პუტინს მოუწია რომ ბოდიში მოეხადა ეს ისტორიაც არსებობს 3+3 ფორმატად შეგახსენებთ მე როდესაც რუსეთს ამ იქნა დატოვებული საქართველოსთვის სადაც ირანი რუსეთი თურქეთი სომხეთი აზერბაიჯანი და საქართველოს უნდა ყოფილიყო და როგორც დასრულდა ეს 3+3 ჩვენ ნახეთ აღარ არსებობს ეს ყველაფერი აი ახალი ტრამპის მშვიდობის მეშვეობით შესაბამისად ამ ვითარებაში ყველაზე დიდი მოწყობილობა რუსეთის მხრიდან აქვს საქართველოს რომელსაც სამწუხაროდ აღარ უმაგრებს ზურგს სტრატეგიული პარტნიორები დასავლეთიდან გულისხმობ შეერთებულ შტატებს გულისხმობ მათ შორის დიდ ბრიტანეთს ევროკავშირს და როდესაც საუბარია ტერიტორიულ მოსმენებაზე და სუვერენიტეტზე და 20% საქართველოს ოკუპირებულია და მათ შორის რუსეთი ცდილობს რომ გარკვეული გავლენები იქონიოს სომხეთში მოსალოდნელ არჩევნებზე რომელიც ივნისში არის დაგეგმილი და ამ კუთხით ჩაერიოს ინდივიდუალურად ამ კუთხით თუმცა ასევე ვხედავთ იმას რომ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და დაფინანსება არის უკვე პაშინიანის მთავრობის რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხებთან გამკლავების კუთხით და მოლდოვას წარმატებული მაგალითი ამისი დასტურია ერთადერთი ყველაზე სუსტი ამ პირობებში რუსეთის ჭრილში არის საქართველო იმიტომ რომ საქართველოს აღარ ყავს დასავლელი პარტნიორები მოკავშირეებად საქართველოში არ არის ერთიანობა და არის დაპირისპირებული საზოგადოება ამ პოლიტიკური კრიზისის და მათ შორის შეცვლილი საგარეო კურსის ფონზე და რუსეთის მიმართ მოთხოვნების შესრულება და წინააღმდეგობის გაწევა კიდევ უფრო გაუჭირდება და თუ გადავხადოთ მოთხოვნებს რუსეთი ღიად ითხოვს რომ ჩვენ ვაღიაროთ ოკუპირებული რეგიონების ტერიტორიული დამოუკიდებლობა მაგრამ უნებრივია რა თქმა უნდა საფრთხეები არსებობს სცენარების მიხედვით ჩვენ არ ვიცით ეს კონფლიქტი რამდენი ხანი გაგრძელდება. აი ამაზე უნდა მეკითხა, ბევრი კითხვა მაქვს და ცოტა დრო ქალბატონთან ბოდის გიხდი. ირანის საპასუხო დარტყმები, მათ შორის სამოქალაქო ობიექტებზე მიუთითებს კონფლიქტის ასიმეტრიულ ხასიათზე და ზოგადად გრძელვადიან პერსპექტივაზე, რომ ასე მალე არ დასრულდება ეს ყველაფერი, ხო? უშიშროების საბჭოში თქვენი მუშაობის გამოცდილება არის ძალიან დიდი გამოცდილება, ხო? გამომდინარე აქედან კითხავთ, როგორ აფასებთ საქართველოში ირანული გავლენების ან რადიკალური ჯგუფების გააქტიურების რისკს ზოგადად კავკასიაში? ესაზღვრება კავკასიას, ხო, ეს ქვეყანა. რაც შესაძლოა ირანის შიგნით სისტემის რყევას მოყვეს დროთა განმავლობაში, ანუ თუ გრძელვადიან ამბავზე ვსაუბრობ ჩვენ იქ კონფლიქტის გაგრძელების სამხედრო კონფლიქტს გულისხმობ ბუნებრივი. ის რომ გარკვეული რისკები მათ შორის ამ მიმართულებით არსებობს, მე ამას აგიდასტურებ, მაგრამ მთავარი რისკი აქ არის ამ შემთხვევაში ერთის რომ იმაზე თუ რახანი გაგრძელდება თავად სამხედრო ოპერაცია და პრეზიდენტი ტრამპი თავიდან ვარაუდობდა 2-3 კვირას, ეხლა უკვე დაახლოებით 1 თვეზე გააკეთა აქცენტი, თუმცა არ გამორიცხა მათ შორის სახმელეთო ოპერაცია, შესაძლებელია ეს იყოს შეზღუდული რაოდენობით და არა იმგვარად რაც აქამდე პრაქტიკაში გვახსოვს. ამ შემთხვევაში აქცენტებით პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან ამ ოპერაციის არ მხოლოდ ბირთვული არსენალის შექმნის ხელის შეშლა და პოლიტიკური რაკეტების განადგურების საკითხი იყო, არამედ მათ შორის რეჟიმის ცვლასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი კითხვა არსებობს, იმიტომ რომ რეჟიმის ცვლასთან დაკავშირებით როდესაც ისინი საუბრობენ, რომ ირანელმა ხალხმა უნდა მოახდინოს ეს რეჟიმის ცვლა. და რისკებიც აქვს, როდესაც ეს სამხედრო ოპერაცია დამთავრდება, რა ძალად არჩება რეჟიმს და რამდენად შეძლებს ხალხი ამ რეჟიმის ცვლას და რა ფორმით და რა შეიძლება გადაიზარდოს ამ ეტაპზე ალბათ ნაადრევია ამაზე საუბარი, მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის რომ რუსეთს მნიშვნელოვანი მოკავშირე კიდევ ერთხელ გამოჩნდა რუსეთის ასე რომ ვთქვათ სამხედრო მოკავშირეობის ფასი მათ შორის ირანის მაგალითზე როდესაც ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო პოლიტიკური
შეთანხმება არსებობდა, ხელშეკრულება და რუსეთმა ვერაფერი ვერ მოიმოქმედა იმისთვის, რომ ირანის რეჟიმი, რომელიც მისი მოკავშირე იყო და ირანი, რომელიც აწვდიდა მათ შორის ამ დრონებს შეიარაღებას უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაიმე ფორმით მას დაეცვა და ეს კიდევ ერთი მოკავშირის წაღწევას უტოლდება და რუსეთის მართს ამ სიტუაციაში. ამიტომ გრძელვადიანად, როდესაც საბოლოო ჯამში ჩვენ ვნახავთ დასრულებისკენ რა შეიძლება იყოს, პირველ რიგში სალამეს გამოჩნდება არის ის, რომ რუსეთმა ვერ დაიცვა ვერც ასადის რეჟიმი სირიაში, ვერც ვენესუელაში, მადურო და ეხლა უკვე ირანი და ეს ასუსტებს რუსეთის პოზიციებს იმ შემთხვევაში, თუ ოპერაცია იქნება იმ მოკლევადის გათვლით, რაც თავიდან იყო ბატონო, თუმცა თქვენი კოლეგები ვარაუდობენ, რომ კონფლიქტი ხანგრძლივი და დამანგრეველი იქნება დღეს და ამ დღეების განმავლობაში არაერთი ασეთი ვარაუდი სტატია ინტერვიუ ნახეთ. არავინ არ იცის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ერთი არის სამხედრო ოპერაციის ფაზა და შემდგომ არ იყო რეჟიმის სვლის ფაზა. ბუნებრივია. არ ვიცით, თქვენ ახსენეთ კიდევაც რითი გაგრძელდება, ხო? მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ისრაელი ძალიან აქტიურად არის ამ ოპერაციაში ჩართული. მე ჩემთვის სამწუხაროდ ის პოზიციონირება, რაც აქვს ქართულ ოცნებას, არ არის გასაგები იმ ტრადიციული ბალანსის პოლიტიკიდან გამომდინარე, რაც აქამდე საქართველოს ჰქონდა. ბუნებრივია, ირანი არის მეზობელი ქვეყანა და ბუნებრივია ურთიერთობები ირანთან როგორც მეზობელთან მნიშვნელოვანი გახდათ წარსულში, მაგრამ ვითარებაში დღეს, როდესაც სტრატეგიული პარტნიორობა დასრულებულია შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან მიმართებაში ისრაელის ელჩი ღიად საუბრობდა იმ გაფერადებულ ანძაზე ირანის დროშის სფერებში, რომელიც სულ ახლახან იხილა ყველამ, მას შემდეგ რაც საკუთარი ხალხი დახოცა ირანის რეჟიმმა და საუბარი არის 33000-ზე მეტ მოქალაქეზე და ძალიან შეუბრალოდ ყოფილი, მათ შორის მოსაწვევით, რომ შაჰ-აბასის მიერ გადასახლებული. გარდა ამისა, აქვს თუ არა საქართველოს დღეს? ამის ზეიმი ყოფილიყო. ხალბატონთანა, აქვს თუ არა საქართველოს დღეს ისეთი კრიზისების მართვის გეგმა, მაგალითად, რომელიც გაუძლებს თუნდაც ტოლვილთა ნაკადებს ან ენერგეტიკულ წვეტებს, რაც ირანზე და პირდაპირ იერიშის შემთხვევაში ან სახმელეთო იერიშის შემთხვევაში შესაძლოა შეფერხების მიზეზი გახდეს. ხო, მეზობელი ქვეყნებისთვის ახსენეთ კიდევაც, რომ მეზობელი ქვეყანაა და აქედან გამომდინარე გუმართებს ჩვენს ქვეყანას უფრო მეტი მობილიზება, ხო, ბევრი მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური რეაგირების კუთხით. აი, თქვენი გამოცდილებიდან, თქვენი დაკვირვებიდან, თქვენი კვლევებიდან გამომდინარე, რა გეგმა შეიძლება საქართველოს ამ კრიზისის მართვის კონდეს? უკვე არსებული თუნდაც თუ ახალზე არ ვისაუბრებთ, ხო? დიახ. ბატონო, პირველ რიგში ერთი ის, რომ სამწუხაროდ ეს ეროვნული უშუალობის საბჭო, უსაფრთხოების საბჭო, როგორც ესეთი ინსტიტუცია აღარ არსებობს, გააუქმა იაგე კვაბახიძემ მეორეჯერ. ეს არის სათათბირო ორგანო, სადაც ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა დაიგეგმოს, შეფასდეს რისკები და შესაბამისი ნაბიჯები მომზადდეს და შესაბამისი ქმედებები. უშუალობის საბჭო პაშინიანმა ორჯერ მოიწვია უკვე ამ კრიზისის დაწყებიდან დღემდე და ეს მათ შორის ნორმალურ ქვეყნებში საერთოდ ესე ხდება. შეიძლება უსაფრთხოების სისტემას ახაც არ ფიქრობ, რომ სასურველის დონეზე არის აიხლა იმ ინსტიტუციური პრობლემებიდან გამომდინარე, რომელიც უსაფრთხოების სექტორში საგრძნობია და როდესაც ლაპარაკობთ საკუთარი მოსახლეობის დაცვაზე, ძალიან დააგვიანა რეაგირება საგარეშეთა სამინისტრომ საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებულ გაფრთხილებაზეც მათ შორის. თუ აზერბაიჯანს ჰქონდა ეს ყველაფერი გაკეთებული ერთი დღით ადრე და მათ შორის სომხეთმა ჩამოიყვანა თავისი მოქალაქეები სპეციალური ბორტის გაგზავნის მეშვეობით და 600 კაცზე იყო საუბარი, როგორც ნახეთ, ანუ რეაგირება ამ კუთხით უკვე ნახეთ, რომ დაგვიანებული იყო მათ შორის გაფრთხილებების და ისრაელში საქართველოს საელჩომ საღამოს 4 საათზე გააკეთა განცხადება საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ იქ და სად უნდა დაერეკათ საჭიროების შემთხვევაში. ამიტომ ეს სწრაფი რეაგირებაც კრიზისის დროს არის ასწორად მნიშვნელოვანი, მაგრამ ახლა თავარი რაც არის იგივე როდესაც ლაპარაკობთ ტოლვილების კრიზისზე, ხო, ბუნებრივია ახლა თუ საუბარია იმაზე, რომ ტოლვილების ნაკადი შეიძლება მოაწყოს საქართველოს, მათ რომ გამოიერონ სომხეთი და აზერბაიჯანი. თუმცა თურქეთმა დღეს ჩაკეტა საზღვარი ირანთან და აზერბაიჯანიც აკონტროლებს საზღვარს ამ კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პრემიერ პაშინიანი დღეს უკვე თბილისშია და
მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ თემაზეც მათ შორის უსაფრთხოების კოდექსში იქნება საუბარი. დიახ. მაგრამ ძალიან მოზომილი იყო მათ შორის პრემიერ პაშინიანის განცხადება და სამძიმარიც იგივე ირანთან მიმართებაში დიახ. დამატებითი გავცობების გარეშე და სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მათ გააფორმეს შეერთებულ შტატებთან. იგივე მოზომილი პოლიტიკა მართებს თუ არა ქართულ ოცნებას, მართლ გუნდს საქართველოში ბუნებრივია. თუ ღია პოზიციონირება უფრო ეფექტური იქნება ამერიკის მხარდაჭერის ნაწილში. აი ამაზე მიდის დავა ხო საზოგადოებაში კალბატონი თეონ. ისე არის, მაშინ როდესაც ჩვენ გვაქვს ძალიან ძიმე ისტორია შეერთებულ შტატებთან, აი ბოლო წლების მანძილზე, ხო, სტრატეგიული პარტნიორობა გაუქმებული, არ არსებობს უმაღლეს დონეზე პოლიტიკური დისკუსია, მიუხედავად ცდილობისა, რომელსაც ჩვენ ხედავდით შეერთებულ შტატების ელჩი, როდესაც მოხდა ტრამპის ადმინისტრაციის თეთრ შესვლა, მას სურდა გადაეცა სახელმწიფო მდივნის გზავნილები ბიზნე ივანიშვილისთვის და რატომ ბიზნე ივანიშვილისთვის მან ეს ყველაფერი აღნიშნა. და მათ შორის სამი ძირითადი მოთხოვნა იყო ახალი ადმინისტრაციიდან შეერთებულ შტატების მხრიდან გაჟღერებული და პირველი რაც იყო ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა. რაც იყო წითელი ხაზი და ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ის რომ ქართულ ოცნებას ვერ ექნება პროგრესი ამ კუთხით შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ეს არის ძალიან დრამატული საქართველოსთვის. მეორე არის უკვე ისრაელის პოზიცია, რომელიც მე არ მახსენდება საჯაროდ ესე დაფიქსირებული იყო სამი მანძის განათების შემდგომ და ელჩი რომელმაც თქვა რომ ის ჯერ არ შეხვედრია იეტლე კობახიძეს და სურვილი აქვს რომ ეს ესე მოხდეს. ესეთი რამეც მე არ ახსენდება სიმართლე გითხრათ და ამ ვითარებაში მთავარი პრობლემა არის ერთის მხრივ ის რომ ბალანსის პოლიტიკა საგარეო პოლიტიკის კუთხით აღარ არსებობს და ეს რა თქმა უნდა ასევე პოლიტიკაა და მეორე არის ის რომ არ იგეგმება ეროვნული ინტერესების შესაბამისად უსაფრთხოების პოლიტიკა, არამედ ერთი პარტიის და ამ ცვლად გეოპოლიტიკურ გარემოში ფიქრობ რისკები საქართველოსთვის კიდევ უფრო იზრდება და ეს რისკები სამწუხაროდ არ მხოლოდ პარტიას, არამედ მთლიანად მადლობა თქვენ. მადლობა სამწუხაროდ ამ დროის განმავლობაში ეს მოვასწარით ამ კითხვებზე პასუხების მოსმენა თქვენგან. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში თეონა აკუბარდია პასუხობდა ჩემს კითხვებს. ასეთი იყო დღევანდელი მთავარი აჭარაში და მთავარი თემები. ერთმანეთს კვლავ სამშაბათს ისევ 21 საათზე შევხვდებით. მე დროებით გემშვიდობებით. ნახვამდის.